ქართული ოცნების პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აჰმედ ალ-ნუაიმის მოусმინეს. დიპლომატი კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის დაწყებისთანავე სხდომა დაიხურა. დღის წესრიგის თანახმად ძირითადი სასაუბრო თემა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა. მოგეხსენებათ უკანასკნელ დროს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. იყო არაერთი უმაღლესი დონის ვიზიტი, შესაბამისად ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ ბატონი ალ-ნუაიმი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარმოუდგენდა მის ხედვებს ორმხრივი ურთიერთობების გავითარების შესახებ და ზოგადად საგარეო პოლიტიკის შესახებ. წინასწარ გეტყვით, როგორც ჩვენი პრაქტიკაა, ბატონი ალ-ნუაიმი წარდგება მოკლე მოხსენებით, რომელიც იქნება საჯარო, შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე და კითხვა-პასუხის რეჟიმი იქნება დახურული, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვათ, რომელიც გაინტერესებთ და ბატონ ელჩსაც ექნება საშუალება, რომ კამერების გარეშე ღიად ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. გვაქვს მზაობა გავამოჯობესოთ ჩვენი თანამშრომლობა. პარტნიორობა ეფუძნება ნდობას და აქედან გამომდინარე გრძელვადიანი ხედვა არის აუცილებელი, რაც თავისთავად განსაზღვრავს ურთიერთობის გაუმჯობესებას საქართველოსთან. ჩვენი პარტნიორობა გაიზარდა ვაჭრობის, ინვესტიციების მხრივ, გაზრდილია თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დღეს რეგიონში საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ემირატებისთვის. გაერთიანებული ემირატები ხელს უწყობს საქართველოს თავისი ინფრასტრუქტურის, დაკავშირებადობის და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაში. გაერთიანებული ემირატების ინვესტიციები საქართველოში წარმოადგენს კიდევ ერთ კარგ მაგალითს, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ხედვას. გვჯერა საქართველოს ზრდის პოტენციალის და თავისთავად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების შემოტანას, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს გლობალურ პოზიციონირებას შექმნის. ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, მაგრამ მეტი პოტენციალის გამოყენება არის შესაძლებელი. აჰმედ ალ-ნუაიმის კომიტეტზე დახურულ ფორმატში მოსმენა დროში ემთხვევა საქართველოში დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას. არაბული კომპანია Eagle Hills-ი ქართული ოცნების მთავრობასთან შეთანხმებით თბილისსა და გონიოში ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მისი ღირებულება ივანიშვილის გუნდის ვერსიით 6,6 მილიარდი დოლარია. ერთი პროექტი თბილისში, კრწანისის ტყეპარკსა და მის მიმდებარედ 600 ჰექტარზე ახალი მწვანე ქალაქის აშენებას გულისხმობს. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლების, რესტორნებისა და ბარების, გასართობი სივრცეების მშენებლობა იგეგმება. მეორე პროექტი იგი გონიოში ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე 250 ჰექტარზე უნდა განხორციელდეს, სადაც იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და ბარ რესტორნების მშენებლობაა დაგეგმილი. არაბულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გასაიდუმლოებულია, რაც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილს პროექტის რეალური მიზნების შესახებ კითხვებს უჩენს.